ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი იღუპება გულის შეტევით. გულსისხლძარღვთა დაავადებები, რომლებიც იწვევს გულის შეტევასა და სხვა გართულებებს, მაგალითად ინსულტს, სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია მსოფლიოში. მაინც რა იწვევს გულის შეტევას? ისევე როგორც ყველა კუნძს, გულსაც ჭირდება ჟანგბადი. გულის შეტევის დროს კი მას იგი საკმარისი რაოდენობით არ მიეწოდება. ჩვენი კორონარული არტერიების, იმ სისხლძარღვების, რომლებიც გულს ჟანგბადით მდიდარი სისხლით ამარაგებენ, კედლებზე ცხიმოვანი ნადები, ანუ ფოლაქები წარმოიქმნება. ასაკის მატებასთან ერთად ეს ფოლაქები იზრდება, ზოგჯერ მკვრივდება, მაგრდება ან ანთებით იხდება. საბოლოოდ, ფოლაკებმა შეიძლება სისხლძარღვის დახშობა გამოიწვიოს. თუ ერთ-ერთი ფოლაკი გასკდა ან დაიბზარა, მის გარშემო რამდენიმე წუთში წარმოიქმნება თრომბი, რის გამოც ისედაც შევიწროებული არტერია შეიძლება სრულად დაიხშოს. სისხლის მიწოდება გულის კუნთისკენ წყდება და ჟანგბადის გარეშე დარჩენილი უჯრედები რამდენიმე წუთში კვდომას იწყებენ. სწორედ ეს არის მიოკარდიუმის ინფარქტი, ანუ გულის შეტევა. მკურნალობის გარეშე მდგომარეობა შეიძლება სწრაფად გაუარესდეს. დაზიანებულ კუნთს აღარ შეუძლია სისხლის ეფექტურად გადატუმბვა, რამაც შესაძლოა გულის რიტმის დარღვევა გამოიწვიოს. ყველაზე ცუდ შემთხვევაში გულის შეტევამ შეიძლება უეცარი სიკვდილი გამოიწვიოს. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ადამიანს გულის შეტევა აქვს? ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ტკივილი გულმკერდის არეში, რასაც ჟანგბადის ნაკლებობის გამო გულის კუნთის დაზიანება იწვევს. პაციენტები ამ შეგრძნებას აღწერენ როგორც ძლიერ ზეწოლას ან მოჭერას. ტკივილმა შესაძლოა გადასცეს მარცხენა მკლავში, ყბაში, ზურგში ან მუცლის არეში. თუმცა პროცესი ყოველთვის ისეთი უეცარი და დრამატული არ არის, როგორც კინოფილმებში. ზოგიერთს აღენიშნება გულისრევა ან სუნთქვის უკმარისობა. ქალებსა და ხანდაზმულებში სიმპტომები შეიძლება ნაკლებად გამოკვეთილი იყოს. მათთვის მთავარი ნიშანი შესაძლოა სისუსტე და დაღლილობა აღმოჩნდეს. გასაკვირია, მაგრამ ბევრ ადამიანში, განსაკუთრებით კი დიაბეტით დაავადებულებში, რადგან დიაბეტი აზიანებს ტკივილის გადამცემ ნერვებს, გულის შეტევა შეიძლება უსიმპტომოდ, ჩუმად წარიმართოს. თუ ფიქრობთ, რომ ვინმეს გულის შეტევა აქვს, უმთავრესია სწრაფი რეაგირება. თუ გაქვთ ცდომა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ ისინი. ეს საავადმყოფოში მოსახვედრად ყველაზე სწრაფი გზაა. ასპირინის მიღება, რომელიც სისხლს ათხელებს, და ნიტროგლიცერინისა, რომელიც აფართოებს არტერიას, დაგვეხმარება, რომ შეტევა კიდევ უფრო არ დამძიმდეს. საავადმყოფოში ექიმებს შეუძლიათ გულის შეტევის დიაგნოსტირება. როგორც წესი, ისინი იყენებენ ელექტროკარდიოგრამას გულის ელექტრული აქტივობის გასაზომად და სისხლის ანალიზს გულის კუნთის დაზიანების შესაფასებლად. ამის შემდეგ პაციენტი გადაჰყავთ მაღალ ტექნოლოგიურ კარდიოლოგიურ განყოფილებაში, სადაც კვლევების მეშვეობით ადგენენ სისხლძარღვის დახშობის ადგილს. კარდიოლოგებს შეუძლიათ დახშული არტერიის გახსნა სპეციალური ბალონის გაბერვით, პროცედურით, რომელსაც ანგიოპლასტიკა ეწოდება. ხშირად სისხლძარღვში ათავსებენ ლითონის ან პოლიმერის სტენტს, რომელიც არტერიას გახსნილ მდგომარეობაში ინარჩუნებს. უფრო რთული დახშობის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს კორონარული არტერიის შუნტირება. სხეულის სხვა ნაწილიდან აღებული ვენის ან არტერიის მეშვეობით ქირურგები ქმნიან სისხლის მიმოქცევის შემოვლით გზას. ეს პროცედურები აღადგენს სისხლის მიმოქცევას გულის კუნთში და აბრუნებს მის ფუნქციას. გულის შეტევის მკურნალობის მეთოდები იხვეწება, თუმცა პრევენციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. დაავადების რისკზე გავლენას ახდენს როგორც გენეტიკა, ისე ცხოვრების წესი. კარგი ამბავი ისაა, რომ ცხოვრების წესის შეცვლა თქვენს ხელთაა. ვარჯიში, ჯანსაღი კვება და წონის დაკლება ამცირებს გულის შეტევის რისკს, მიუხედავად იმისა, გქონიათ თუ არა ის წარსულში. გირჩევთ კვირაში რამდენჯერმე ვარჯიშს, რაც მოიცავს როგორც აერობულ დატვირთვას, ისე ძალისმიერ ვარჯიშებს. გულისთვის სასარგებლო დიეტა გულისხმობს შაქრისა და ნაჯერი ცხიმების შემცირებას, რადგან ორივე მათგანი გულის დაავადებებთანაა დაკავშირებული. მაინც რა უნდა მივირთვათ? ბოსტნეულისგან მიღებული ბოჭკო, ქათამი და თევზი, წითელი ხორცის ნაცვლად. მთლიანი მარცვლეული და თხილეული, მაგალითად ნიგოზი და ნუში. ეს ყველაფერი ძალიან სასარგებლოა. სწორი კვება და ვარჯიში ასევე დაგეხმარებათ წონის ნორმაში შენარჩუნებაში.
რაც თავის მხრივ ამცირებს რისკებს. რა თქმა უნდა, მედიკამენტებიც გვეხმარება პრევენციაში. ექიმები ხშირად ნიშნავენ ასპირინის დაბალ დოზებს, განსაკუთრებით იმ პაციენტებისთვის, ვისაც უკვე ჰქონდათ შეტევა, ან იმყოფებიან მაღალი რისკის ჯგუფში. ასევე მედიკამენტები, რომლებიც აკონტროლებენ ისეთ რისკ ფაქტორებს, როგორიცაა მაღალი წნევა, ქოლესტერინი და დიაბეტი, მნიშვნელოვნად ამცირებს გულის შეტევის ალბათობას. გულის შეტევა შეიძლება ხშირია, მაგრამ ის სულაც არ არის გარდაუვალი. ჯანსაღი კვება, თამბაქოზე უარის თქმა, ფიზიკური აქტივობა, სრულფასოვანი ძილი და ბევრი სიცილი. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანმა კუნთმა დიდხანს განაგრძოს ფეთქვა. ზოგიერთ ადამიანს გონია, რომ თუ კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით მივა, ამით რაიმე შეიცვლება მისდამი ყურადღებაში ან დაფინანსებაში. დაიმახსოვრეთ, ეს ასე არ არის. არ აქვს მნიშვნელობა, რით მიხვალთ ემერჯენსიში. ტრანსპორტირების სახეობა საერთოდ არაფერს ცვლის. თუმცა, რა თქმა უნდა, სახლიდან კლინიკაში გადაადგილება ჯობია ექიმის მეთვალყურეობით, სპეციალურად აღჭურვილი მანქანით. დაწერეთ კომენტარებში, თქვენ ან თქვენ ახლობელს თუ გქონიათ მსგავსი პრობლემა.